მეგობრებო, ეხლა მე გასწავლით ტრაქს. ნახეთ, პირველ რიგში უნდა ისწავლოთ ფიგურები. ეს არის ეტლი, აი ნახეთ ყვითლად რომა, ეგ ეტლია. ეს მხედარი, ორი მხედარი ყავს და ორი ეტლი. აი, ამებს კიდე ქვია კუ. ორი კუ ყავს. ამას ლაზიერი, ამას მეფე. და აქ პაიკები არის 8 ცალი. 8 ცალი პაიკი ალაგია. შავებშიც ეგრეა. ბავშვებო, ნახეთ. ეხლა გასწავლით სვლებს. ასოებს. მოდით. ეს არის A, ქვემოთ. აი ბავშვებო, წაიკითხეთ ქვემოთ A, B, C, D, E, F, G, H. ამ კი რო გადავიმეოროთ. A, B, C, D, E, F, G, H. ნახეთ ბავშვებო, ეხლა მე გასწავლით როგორ უნდა დაიწყო თამაში. პირველ რიგში პაიკი უნდა ვითამაშოთ E4. მერე შავებით იგივე. ნახეთ ბავშვებო, პაიკი დადის ორ უჯრაზე. როგორც ნახეთ ბავშვებო, დავუბრუნებ. პაიკი დადის ორ უჯრაზე თავიდანვე. შეგიძლია ერთად წახვიდე. მერე ორსლას რომ ვითამაშებ, სადაც ადგას პაიკი, მერე ერთებით უნდა ითამაშო. ხედარი თამაშობს, ნახეთ, გადაახტება ფიგურას. ნახეთ, წილი მარჯვნივარის. ეტკეო დადის ჰორიზონტალი და ვერტიკალურად. ნახეთ, მეფე დადის ყველგან, ერთ უჯრით. კუ დადის დიაგონალებზე, ხომ იცით დიაგონალები. და ლაზიერი კიდევ ყველა უჯრაში მხედრის თამაშის გარდა. აი ბავშვებო, მოდი დავიწყოთ თამაში. პირველ რიგში უნდა ვითამაშოთ პაიკი E4, შავები პაიკი E5. მერე ხედარი ვთამაშობთ აქ. იცი რატო ბავშვებო? იმიტომ რომ პაიკს ემუქრება. მერე შავებით მაგშლავს ვთამაშობთ. მერე ჩვენ ვთამაშობთ შემდეგ ხედარი C3. იცით რატო? ჩვენ პაიკს ვიცავთ. ესეც მაგშლავს თამაშობენ. და მერე კუ და ვითამაშოთ აქ. აბა თუ იცით ბავშვებო. იმიტომ მერე ერთი არის ახალი შლა როქი. ნახეთ, ამას გააკეთებ და ნახე ბავშვებო როქი. გადადის და იცავს ეტლი. ესეც აქ ითამაშებენ. ბავშვებო, პაიკი ჰაშორის ჰაშსამზე რა ვითამაშოთ. მაგას ქვია ფანჯარა. მოდით ვითამაშოთ, შავების ითამაშებენ. და ასე შემდეგ. მეორე სვლა პაიკი D3. ნახეთ, პაიკს იცავს ორი მცველი ყავს. ისეც მაგსვლას ითამაშებენ. მერე ჩვენი კუ მიდის როგორც ხვდებით G5-ზე. ნახარ, ხედარი იცავს, ეს მოკლავს და მერე ხედარი მოკლავს. და ასე. და მერე რომ მოკლავს, პაიკი ხედარი რომ მოკლავს. ნახეთ, პაიკი მოკლავს, ხედარი მოკლავს და ნახეთ ბავშვებო, ეს კლავს, აი ამ პაიკს, ხედარი კლავს ამ პაიკს. მერე ჩვენ ვთამაშობთ ამ სვლას. იცი რატო ბავშვებო? ნახეთ, ხედარი რომ გამოვაქციოთ. ხედარი რომ გამოვაქციოთ, ლაზერით უნდა მოკლათ. ხედარი და მერე ნახეთ ბავშვებო, მერე ჩვენ უნდა ვითამაშოთ ამ სვლაზე. აბა D4, ხედარი D4. ნახეთ, პაიკს ემუქრება. ბავშვებო,
ეხა გეტყვით მეფე უდრის სამ პაიკს. პაიკი უდრის ერთ სიწონის, ლაზიერი 9 სიწონის ყველაზე წით, ეტილი 5 და მხედარი და კუ ერთ რაის სავს. ნახეთ ბავშვებო. შემდეგ უნდა ვითამაშოთ თეთრებით ქიში. ნახეთ, ეს მოკლავს და ჩვენ მოვკლავთ. ნახეთ. მოუცალეთ როქი. მერე აუცილებლად მოკლავს ეტილი. მერე ჩვენ ვითამაშებთ G4-ს. მერე შემდეგ ის ითამაშებს F8-ს და შემდეგ. მერე ჩვენ ვთამაშობთ D5-ს მხედარს თეთრებით. იმიტომ რომ გზას ხსნით. შემდეგ მერე ნახეთ ბავშვებო, სად გამოვიდა ლაზერი, ეს მოკლავს. შემდეგ მაიგით მოკლავთ. და შემდეგ ჩვენ ვთამაშობთ აფსლას. ნახეთ ბავშვებო, ჩვენ ვთამაშობთ აი აქ. იცი რატომ ბავშვებო? იმიტომ რომ ნახეთ ჩვენ ნახეთ მერე შაბათი გამოვაბალე. ჩვენ ვთამაშობთ აქ, ეს ვერ უსწრებს. ჩვენ ვთამაშობთ აქ, მერე ის თამაშობს აქ, მერე ეს აქ, მერე ჩვენ ვთამაშობთ ქვემოთ, მერე ისინი ქვემოთ, ჩვენ მარჯვნივ გადავკეტოთ, მერე ეს მოკლავს, მერე ჩვენ მოკლავთ, მერე შემდეგ ჩვენ აფსლას ვითამაშებთ ქიში და ეხლა რა უნდა ქნას? ამას ვითამაშებთ აქ. მერე ეს მოკლავს და შემდეგ ნახეთ ბავშვებო გაგრძელება. მეფეს თავშობთ აქ. იცით რატომ? იმიტომ რომ ეტლს უთავისუფლებთ ადგილს. და შემდეგ თეთრები თამაშობენ აქ. ამათ ვიცით ბავშვებო. იმიტომ რომ კლავს პაიკებს, ეს მოდის აქ. და ნახეთ ბავშვებო, აი ეს ამას რომ ვითამაშებთ აქ, ეს უკან მოდის რომ რამინაირად დაიცვა. ამას ვითამაშებთ აქ და მეფე მიდის აქ. და შემდეგ ამას თამაშობთ აქ. იცით რატო? ნახე, მოვყავით და კუ ვერა იყოს, ანუ ვერა იყოს მეფე. მარტო ეს აქვს. სხვა ვერაფერს ვერ იზამს. ამას თამაშობთ აქ. მერე ამას აქ თამაშობთ. ვერ გამოიქცევა. მერე ეს ვერ მოკლავს. ნახეთ, იმიტომ რომ პაიკი იცავს, ნახეთ. და შემდეგ ჩვენ ვითამაშებთ ამას აქ. ეს ვერ მოკლავს პაიკი. მეფე აქ უნდა წამოვიდეს. შემდეგ ეს მხედარს აკლავს. შემდეგ ეს რომ მოკლავს. შემდეგ ჩვენ ვითამაშებთ აქ. ეს წამოვა აქ. მერე ესე და შაბათი. ბავშვებო, დავაშაბათეთ. დაშაბათებულია მეფე. თუ ერთად ვერ მიდის, მაგას ქვია შაბათი და თუ ემუქრება ქიში. აბა ბავშვებო, კარგად. თუ მოგეწონათ ლაიკი, გამოიწერეთ, არ დაგავიწყოთ რაღაცის გამოწერა. და ასე შემდეგ ბავშვებო, კარგად ისწავლეთ. ზეპირად იცოდეთ. მერე გამოგადგებოთ, სანამ წახვალთ. კარგად.